დღეს დილიდან სტამბოლში ორ მხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ქართული მხარე უკვე შეხვდა ლუქსემბურგის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ვიეტნამის პარლამენტის თავმჯდომარეებს. მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობები და ამ პროცესში არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოში არაბული ინვესტიციების განხორციელება. დღის მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეას. პირდაპირ ეთერში სტამბოლიდან თეონა მანაგაძე გვერდდება. თეონა, თუ არის ცნობილი, როდის დაიწყება გამოსვლა და რაზე გაამახვილებს ყურადღებას ქართველი სპიკერი? შალვა პაპუაშვილი დაახლოებით 1 საათში ამ დარბაზში სიტყვით მიმართავს საკუთარ კოლეგებს. ქართველი სპიკერი ისაუბრებს მშვიდობაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ამ კონტექსტში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში გარე ჩარეებზე. პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სოფლიოში ქვეყნების მიმართ ორმაგი სტანდარტები და უსამართლო მიდგომები არ უნდა არსებობდეს. ქართველმა სპიკერმა მსგავსი პოზიცია დღეს დააფიქსირა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ რა გამოწვევები არსებობს დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რა ქმნის ამ პრობლემებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამბობს, რომ ევროპელმა სპიკერმა მათთან შეხვედრაზე პოზიცია გაახმოვანა იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ალტერნატივა არ აქვს დიალოგს და თუ კი კითხვები არსებობს ევროკავშირის მხრიდან, კრიტიკული კითხვები და პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით, უმჯობესია ეს პოზიციები სწორედ დიალოგის ფორმატში გახმოვანდეს. კიდევ ერთი თემა, რომლის თაობაზეც დღეს ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისაუბრა. ეს იყო გაცხადებული სურვილი იმის თაობაზე, რომ საქართველოს სურს 2027 წელს გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. ქართულმა დელეგაციამ ევროპელ სპიკერს თხოვნით მიმართა იმის თაობაზე, რომ საკუთარ მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ამ მხარდაჭერის თაობაზე. კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს ორმხრივი შეხვედრების ფორმატში შედგა, ეს იყო გაერთიანებული საამიროების პარლამენტის თავმჯდომარესთან. მასთან დისკუსიის მთავარი თემა იყო ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში და ის გავლენა, რაც შეიძლება ამ ომმა გამოიწვიოს დანარჩენ მსოფლიოზე. უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი კონტექსტი იყო ის ინვესტიციებიც, რაც საქართველოში ხორციელდება. არაბულ ინვესტიციებს გულისხმობ. ქართული მხარე ამბობს იმას, რომ არაბული მხარე ფლობს ინფორმაციას იმ ანტი-პიარის და იმ ანტი-კამპანიის თაობაზე, რაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა შეხვედრაზე იმას, რომ ეს კონკრეტული პროცესები მიმდინარეობდა მარგინალური ჯგუფების მხრიდან და ამის მიზანი და მიზეზი იყო საქართველოს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საბოტაჟი. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირის შორის არსებული უთანხმოებების შესახებ და რა იყო ამის ძირითადი მიზეზები ჩვენი გადმოსახედიდან. მათ შორის უამბეთ მას საგარეო ჩარევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში განხორციელდა რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, მზად ვართ დიალოგისთვის. პრინციპში მასაც ეს კითხვა გქონდა, რომ როგორ ხედავთ ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობების განვითარებას, იმიტომ რომ მან ახსენა თვითონ საუბარშიც, რომ 2023 წელს ლუქსემბურგმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ზოგადად ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ შევთანხმდით ასევე იმაზე, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ლუქსემბურგის სპიკერმა გითხრა, რომ ნამდვილად თუ რაიმე კრიტიკული კითხვები და თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრებები აქვს ევროკავშირს, ეს დიალოგის ფორმატში უნდა იქნას განხილული. არაბული მხარე კარგად არის ინფორმირებული იმ მავნებლური, ასე ვთქვათ, ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში ტარდება არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ და მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები ზოგადად ინვესტორებისთვის ქმნის პრობლემას
ამას და გთხოვეს ჩვენ რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ამას. ამ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა აი ეს მავნებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი ოპონენტების მიერ, რიგ შემთხვევებში იწვევს რა თქმა უნდა ინვესტორების წუხილს და სწორედ ეს არის მათი ამოცანა, რომ საქართველოში არ შემოვიდეს ინვესტიციები, რომ საქართველოში არ იყოს ეკონომიკური განვითარება, რომ დააფრთხონ ინვესტორები, რომ ამით შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური წინსვლა და ამის ხარჯზე მოიპოვონ ქულები, მაგრამ როდესაც ეს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ეს არის მავნებლური და მოღალატეობრივი კამპანია. საკმაოდ დატვირთული არის ქართული დელეგაციის დღევანდელი დღის წესრიგი. დღეს დილიდან მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები და როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოსვლას. სწორედ დაახლოებით 1 საათში შალვა პაპუაშვილი ამ დარბაზში მთავარ ტრიბუნას დაიკავეს და საკუთარ კოლეგებს მიმართავს, თუმცა მანამდე ჩანიშნული არის კიდევ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. დღის ბოლომდე საბოლოო ჯამში შეხვედრები შედგება სომხეთის, აზერბაიჯანის და ასევე საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაში ბუნებრივი არის საუბარი იქნება აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც შეეხება ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს კი ის უკვე იქნება განხილვის მთავარი თემა. საბერძნეთის შემთხვევაში საქართველოს ხაზს უსვამს იმას, რომ საბერძნეთის საქართველოს მეგობარი და პარტნიორის სახელმწიფო არის. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას, რომელსაც ბუნებრივია ყველაზე დიდი ყურადღებით ველოდებით ჩვენ მის მიერ გაკეთებულ გზავნილებს და განცხადებებს, ის დაახლოებით 1 საათში შედგება და სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ჩვენის მთავარი პათოსი, რაც ექნება შალვა პაპუაშვილს. მე შეგახსენებთ, რომ დღის მანძილზე უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრის მთავარი თემატიკა იყო ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ასევე ის ურთიერთობები, რისი გაძლიერება სურს საქართველოს. რაც შეეხება უშუალოდ ასამბლეას, მე გეტყვით, რომ საკმაოდ მასშტაბური არის სტამბოლში მიმდინარე ასამბლეა. ამ ფორმატში მონაწილეობს დაახლოებით 77 პარლამენტის თავმჯდომარე, 800 დეპუტატი და 157 დელეგაცია. ეს კარგი ფორმატი არის იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ საკუთარი კომუნიკაცია დაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და გაცვალონ ინფორმაცია დიალოგის და ასე შემდეგ სხვადასხვა საკითხებზე. ქართული მხარე, როგორც მოგეხსენება, წლები ამ ფორმატს აქტიურად იყენებს როგორც საქართველოს ოკუპაციასთან და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკასთან მიმართებაში. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.